ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი გვერდში ყოფნა, მე ძალიან აღელვებული ვარ, შეიძლება ისე კარგად ვერ ვილაპარაკო. უბრალოდ მქონდა ცოტათი იმედი, რომ რაღაცნაირად ჩემ შულს შეუმსუბუქებდნენ სასჯელს 9 თვე. მეგონა რომ საკმარისი იყო ამათთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ დროს არაფერი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდეო მტკიცებულებები ექსპერტმა ვიზაზე არ ამოვიდა მისი ანაბეჭდები. პირიქით მოძალადეები თვითონ იყვნენ ცემეს, გაუპატიურებით დაემუქნენ. თავში ურტყეს რისი გულისთვის სახში მიდიოდა დილას 9 საათზე. ამარაშვილზე აიყვანეს ეგ და მაგისი ძმა. თავიდან ადმინისტრაციული დააკავეს, მირეკას გამომძიებელი ადმინისტრაციული დავაკავებთ. მე რამოდენიმე დღის მერე მეუბნება რომ სისხლი აღიძრაო. რატო ხდება ეს უსამართლობა ამ ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალი არ არსებობს? რა უნდათ ამ ჩემს შულს? რას ედავებიან? სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? არის ჩემი შვილი მუსიკოსი. ავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ, ჩაკვლაც უნდათ. ჩემი შვილი სულით თავისუფალია ის. ძალიან მაგარი ბიჭი მყავს. ამასაც გაუძლებთ, ამასაც გადავიდათ, მაგრამ ვიცი რომ ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება, იმიტომ რომ ხალხი ჩვენს ხარეს დგას, რომელიც მაძლიერებს და გვაძლიერებს, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს. ელოდით ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაუდასტურეს და დაუკისეს. მტკიცებულებები არ არსებობდა და როგორ არ ველოდი რა. იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. ვიდეო მტკიცებულებები არ არსებობს, ექსპერტიზა არ არსებობს. დნმ არ არსებობს. გეკითხებით, მაშინ რის საფუძველზე უყენებ შენ ამ განაჩენს? რის საფუძველზე? დიდი ბოდიში თაღავით დაასჯა აქციაზე ყოფნის გამო. კი, მე ესე ვფიქრობ, რომ ეს იყო ღამე იყო აქციაზე, მაგრამ რა ღამე გაათინა და დილას უკვე სახში მოდიოდა დაღლილი, ეს ჩაუთვალეს მაგას დანაშაულს.